დღეს მინდა გესაუბროთ მოცხარის დიდებულ ძალაზე. გასწავლით რეცეპტს, რომელიც 21 საუკუნის თქვენს ძირითად პრობლემას მოგიხსნით, რომლის შესახებაც არ იცით. ეს არ არის ჩანაწერი, რა სასარგებლოა შეიცავს C ვიტამინს, B ვიტამინს, C ვიტამინს. არა, მეგობრებო, ეხლა მე თქვენ აგიხსნით ფუნდამენტურ მდგომარეობას, რაში დაგეხმარებათ მოცხარი რეცეპტს მოგცემთ, რომელიც პირდაპირ კავშირშია გაღვიძებასთან, სულიერებასთან, ზებუნებრივი ძალების შენარჩუნება განვითარებასთან და ამ ყველაფერთან, რასაც გასწავლით გამთლიანებაში. მაშასე დავიწყებ საბაზისოთით. 21 საუკუნის ფუნდამენტური პრობლემა არის სისხლში რკინის ნაკლებობა. რა დანიშნულება აქვს რკინას სისხლში? რკინა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რომელიც უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტირებას ფილტვებიდან ორგანიზმის ყველა ქსოვილისა და ორგანომდე. ესე იგი, რკინის გარეშე ვერაფერს ვერ აკეთებ. რკინის გარეშე იწყება სისხლის გათეთრება, ლეიკემიას, რასაც ეძახიან. და ყველაფერი დღეს თქვენ რასაც მიირთმევთ, ჩვენ რასაც მივირთმევთ, კოკაკოლები, სასმელები, შოკოლადები, ზეთი, ყველაფერი აბსოლუტურად რასაც მაღაზიაში ყიდულობ და მიირთმევთ, ყველაფერი იწვევს რკინის დეფიციტს, სისხლის გათეთრებას. 21 საუკუნის ფუნდამენტური პრობლემა არის სისხლის გათეთრება, რკინის ნაკლებობა. რა სიმპტომები აქვს რკინის ნაკლებობას და ბევრი თქვენგანი ამოიცნობთ თქვენს თავს. თუ დაკვირვები ხართ, ზამთარში უენერგიობას გრძნობთ, ვერ მოძრაობთ, თითქოს ადგომა გეზარებათ, არაფრის გაკეთების თავი არ გაქვთ, ფეხზე გეძინებათ, შუა დღეზე შეიძლება სადმე მიდიოდეთ და თუ მოდუნდით გეძინებათ ცოცხლად და უენერგიოდ ხართ. თქვენი ენერგიულობა, თქვენი სიცოცხლის უნარიანობა, ძალაზე რომ ხარ, რაღაცეებს აკეთებ, პირდაპირ კავშირშია რკინასთან. რკინის რაოდენობა თუ დაბალი გაქვს სისხლში, საერთოდ არაფრის კეთების თავი არ გაქვს, უენერგიოდ ხარ. რკინას შეიცავს მწვანეული, მწვანილი, კიტრი, პომიდორი, ხილი, დიდი რაოდენობით. ზამთარში სისუსტეს და ამ ყველაფერს იმიტომ გრძნობს ადამიანი, რომ ნაკლებ ხილს მიირთმევს, ნაკლებ ბოსტნეულს მიირთმევს, ნაკლებ ყველაფერს ამას მიირთმევს და ამის გამო რკინის რაოდენობა ეცემა მის სისხლში და უენერგიობას გრძნობს. და მოკლედ რომ გითხრა, რკინა პირდაპირ კავშირშია შენს სიცოცხლის უნარიანობასთან, იმუნიტეტთან, ყველაფერთან. დღევანდელი 21 საუკუნის ჭეშმარიტი პრობლემა არის რკინის დეფიციტი შენს სისხლში, რადგან ყველაფერი ანადგურებს შენს სისხლში რკინას, რასაც მიირთმევ დღეს. რაც იწვევს მუდმივ სისუსტეს, თავბრუსხვევას, ფერფთალი ხდება ადამიანი, ეძინება ფეხზე და ეს მდგომარეობები აქვს. ეხლა დაუბრუნდეთ სულიერებასთან რა კავშირი აქვს რკინის დეფიციტს რკინას სისხლში. დავიწყოთ იმით, რომ ლოცვის დროს, ხილვის დროს, ნებისმიერი ზებუნებრივი მოქმედებების დროს შენ ორგანიზმში წვავ რკინას. მედიტაციას აკეთებ, ინტუიციას, ზებუნებრივი ძალებს ამუშავებ თუ სხვა დანარჩენს, ყველა ეს პროცესი ორგანიზმში წვავს რკინას. ნახე, მაგალითად შენ რაღაც აფერმაციებს აკეთებ, ვიზუალიზაციებს აკეთებ, მედიტაციას აკეთებ, ლოცვებს კითხულობ, ზებუნებრივი მოქმედებებს აკეთებ სულიერებაში. ყველა ამ მომსახურებას, ყველა ამ ზებუნებრივი მდგომარეობების განხორციელებას შენს ფიზიკურ სხეულში სჭირდება შესაბამისი რკინის რესურსი. რკინა იწვება პირდაპირ. აი მაგალითად ვიღაც ადამიანს გავუგზავნე ენერგია. მე ენერგია დავხარჯე, მაგრამ ფიზიკურ სხეულში დავხარჯე რკინის რაოდენობა სისხლში. გავიხსენოთ, რკინა პირდაპირ კავშირშია შენს ფიზიკურ ენერგიულობასთან, აქტივობასთან, ძალასთან. შენ რომ რაღაც ენერგეტიკულ მოქმედებებს აკეთებ, ლოცვები იქნება ეს თუ სხვა ეზოთერიული თუ სულიერი მოქმედებები, ამ მომსახურებას სჭირდება ფიზიკური სხეულიდან რკინის მარაგი. ამიტომ ყველა სულიერი მოღვაწე, ყველა ეზოთერიკოსი, ყველა დიდი რაოდენობით ხარჯავს რკინის რაოდენობას თავის სისხლში და ყველას აქვს რკინის დეფიციტი რეალურად. თუ ამას არ ივსებს მოცხარით და მე თქვენ დღეს აგიხსნით მოცხარი რა სასწაულ რაღაცას აკეთებს და რა არის მოცხარის ძალა. რკინა არის იგივე ჰემოგლობინი. ჰემოგლობინი წარმოადგენს სისხლს. სისხლით აკეთებ ყველა იმ ზებუნებრივ მოქმედებებს, რასაც აკეთებ. სისხლი შენს ორგანიზმში არის ერთი დიდი ორგანო, უბრალოდ თხევადი ორგანოა. სისხლი ადამიანის ორგანიზმში ყველაზე მაგიური და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. სისხლი ჩვენი სულის დნმ-ის ინფორმაციას ინახავს. და გრძელი თემაა ეხლა, აქ არ ჩავღრმავდები. ამიტომ შენ თუ სულიერებაში ხარ, შენ თუ ეზოთერიაში ხარ, შენ გჭირდება რკინის დიდი რაოდენობა ორგანიზმში. გადაჭარბებული არა, საკმარისი რაოდენობა. შენ ჩვეულებრივ ადამიანზე მეტ რკინას
რკინას მოიხმარ ორგანიზმში. ეს ერთი ნაწილი. მეორე ნაწილი, დღეს ყველას სჭირდება რკინა. ყველას სისხლში აქვს ჰემოგლობინის პრობლემა დღეს. რადგან ეს ყველა პროდუქტი ანადგურებს თქვენს სისხლში რკინას, ძალას, გამონაბოლქვი პირდაპირ. ყველაფერი აბსოლუტურად ირგვლივ რაც გაკრავს წრეს, რასაც მიირთმევ, რასაც სუნთქავ, რასაც ეხები, ყველაფერი ებრძვის რკინას შენ სისხლში და ამიტომ გძნობ უენერგიობას, სისუსტეს, გეძინება, სულ გინდა წაუძინო, მოთენთილი ხარ, მაგრამ ყავით ცდილობ ენერგიულობა მოიმატო და ყავა რა კოშმარია სხვა ნაშრომებში ჩაგიწერთ. და იქიდან გამომდინარე რომ ყველაფერი რკინას გიწვავს ორგანიზმში და აქედან გამომდინარე ენერგიას ვერ გძნობ, რადგან სისხლში ვერ გადაადგილდება ჟანგბადი. იცი რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს შენი ორგანიზმის კოლაფსს. დღეს შენ გჭირდება რკინის დიდი რაოდენობა, რომ იყო ენერგიულად, რომ გქონდეს ძალები, რომ სულიერებაში იყო მოღვაწე, რომ სულიერად იცხოვრო და ასე შემდეგ. ამიტომ მე თქვენ ეხლა გასწავლით რეცეპტს, მოცხარის, რომელიც თქვენ სიცოცხლეს პირდაპირ მნიშვნელობით შეცვლის. მაგრამ სანამ ამას ვიზამ, მოგიყვებით ორი სიტყვით ჩემს ისტორიას. სადღაც 5 წლის წინ, ესე იგი, რაღაც ცვლილებები დაიწყო ჩემს ორგანიზმში, სანამ გავიღვიძებდი, გავდიოდი ფიზიკურ ცვლილებებს ორგანიზმში, მაგრამ მე ვერ ვაცნობიერებდი ამას. ეხლა ვაცნობიერებ. ესე იგი, ფეხზე მეძინებოდა, ავტობუსში, შეიძლება შუა ქუჩაში ჩამომძინებოდა, სადღაც მეძინებოდა, სულ მეძინებოდა. გარკვეული პერიოდი და ვერ ვიგებდი რა ხდებოდა. მივედი ექიმთან, სისხლის ანალიზი ავიღე, ჯანმრთელობის პრობლემა არ მაქვს. მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ სულიერი ძვრები იყო ჩემში დაწყებული, დიდი რაოდენობით იწვებოდა რკინა ჩემს სისხლში. თქვენ სისხლშიც როცა იღვიძებთ და გარკვეულ ზებუნებრივ მდგომარეობებს გადიხართ, დიდი რაოდენობით იხარჯება რკინა. თქვენ რომ ზებუნებრივ მოქმედებებს აკეთებთ და ცვლილებები მიდის თქვენს ორგანიზმში, ამას სჭირდება დიდი რაოდენობით რკინა, ავტომატურად იწვება რკინა. ამიტომაც გძნობთ სისუსტეს. მივედი ექიმთან და ექიმი მეუბნება, ესე იგიო, სისხლის გათეთრების ზღვარზე ხარო. შოკით ამეთქი. ბატონო, ცხოვრებაში არაფერი არ მჭირს, რა სისხლის გათეთრების ზღვარზე ვარ. გამომიწერა წამალი ფერუმ ნესტი, ესე ქვია, რომელიც წარმოადგენს რკინას. ერთი თვე დავლიე, 30 ტაბლეტი, დღეში ერთი. მივედი ექიმთან და ექიმი მეუბნება, ვარესად ჩამოიწია ქვემოთ. წამალმა ვერ მიშველა. და მეთქი, რა ვქნა ეხლა უფალოდ. და არ ვიცი, მე რაღაც ხმები კი არ მელაპარაკება, აზრში მიჩნდება აზრი. ჩემთან არავინ არ გამოდის კონტაქტზე. აკრძალული მაქვს ყველაზე, არავინ არ გამოხვიდეთ კონტაქტზე თქო. რატომ? იმიტომ რომ მე არ ვიცი ვინ არის. და ყველა აზრი გამიჩნდეს თავში, როგორც თითქოს ვიცი. და ესე იგი, უცებ მომდის თავში მოცხარი დალიე. რა? თავში ვფიქრო რა მოცხარი დავლიო. მოცხარი დალიე. დავიწყე მოცხარის დალევა. გასწავლით რეცეპტს როგორ უნდა ქნათ. ესე იგი, ერთი თვის მერე მივედი ექიმთან. ექიმი იყო შოკში. რა გააკეთეო? რა გავაკეთე? მეთქი. რასვიო, ესეთია. ეს წამალი ამ შედეგს ვერ დაგიდევდაო. რა ხდება? მეთქი ხომ კარგად ვარ. გაგიორმაგდა რკინის რაოდენობა. ზღვარს ქვემოთ კი არ გაქვსო. იმაზე მეტი გაქვს, ვიდრე გჭირდებაო. და რანაირად მიაღწია ამ მდგომარეობასო. აუხსენი რაც დავლიე. ესე იგი, რამ გადამარჩინა? ეხლა ივლისში მოცხარი არის დამწიფებული. მაქსიმუმ გაქვთ 3 კვირა, რომ შეიძინოთ დიდი რაოდენობის მოცხარი და დაამზადოთ შესაბამისი წვენები. სეზონზე ღირს, მაგალითად ეხლა ვაგზალზე, ბორჯომის ბაზარს იძახიან, შაბათ-კვირას შემოდის, ან ისედაც ვაგზალზე, კილოს ფასი არის 6-7 ლარი. მაგრამ 3 კვირის შემდეგ 35 ლარი და შემდეგ უკვე ვეღარ იშოვი. ამიტომ ივლისიდან იწყება მოცხრის გაყიდვა და ბევრი არ ყიდულობს, რადგან არავინ არ იცის ეს. ამიტომ აქვს ეს ფასი. რეცეპტი როგორია? ჩემი მოფიქრებული რეცეპტია. საიდან მოვიფიქრე არ ვიცი, მაგრამ გემო ისეთი სასწაული აქვს და ისეთი სასწაული აკურნებელია, რომ ვერ აგიხსენებთ. მოცხარმა განკურნა სისხლის გათეთრებისგან. ალბათ ეს რკინის რაოდენობაც იმიტომ დაეცა ჩემს სისხლში, რომ თქვენთვის გადმომეცა ეს ცოდნა, გამოცდილება. ესე იგი, მოცხარს გარეცხავთ კარგად, გაავლებთ წყალს რამდენჯერმე, რომ ყველა ის ზედმეტი სიბინძური მოშორდეს. ჩაყრით ქვაფში, წყალს დაასხამთ და წამოადუღებთ. ადუღეთ 15-20 წუთი, რომ კარგად გამოიტანოს ყველა ნივთიერება. დაახურე თავზე, გააჩერე, თავისით გაგრილდეს. შემდეგ გადმოწურე და თაფლში შეურიე. ერთიანად არ გაურიო თაფლში, რადგან დადუღებას დაიწყებს. 2 დღეში, იმავე დღეს შეგიძლია დალიო, მაგრამ 2 დღეში ჯდება გემოზე. ესე იგი, ჩაასხი ჭიქაში თაფლი, გემოვნებით სიტკბო მიეცი, ყინულები ჩაყარე, საწრუპი ჩადე ჭიქაში და დალიე. მასეთ გემრიელ კოქტეილს ვერსად ვერ დალიო და თან იკურნები. ენერგიაზე მოდიხარ, ძალა გეძლევა, როგორც კი დალევ. გემო აქვს სასწაული. ამ წვენის დალევის შემდეგ კოკაკოლას და ყველა სასმელს ვეღარ დალევ. ფიზიკურად ვეღარ დალევ. და ეხლა რა უნდა ქნათ? ბევრი რაოდენობა
რაოდენობა უნდა შეიძინოთ და დახუფოთ და ზამთარში გამოიყენოთ, რადგან ზამთარში რკინის დეფიციტი გეწყებათ. მწვანეული ნაკლებია, ხილი ნაკლებია, ეს ყველაფერი ნაკლებია, ცოცხალს ვერ ჭამ. ასევე ზამთარში გირჩევთ მჟავე დაამზადოთ ბევრი 20 ლიტრიანებში, რომ ზამთარში მჟავე ჭამოთ. კიტრის მჟავე, წნილი, პომიდრის, რკინას შეიცავს დიდი რაოდენობით, მაგრამ მოცხარი ცოცხალი რკინაა. და ეხლა ნახეთ, მოცხარი არის ცოცხალი რკინა და თაფლი არის ანტიოქსიდანტი, მიკროელემენტებით სავსე, ენერგეტიკულად მწმენდი, ღვთიური არსია ფუტკარი. ეხლა ხმად არ შევალ ფუტკარი რას აკეთებს, რადგან ფუტკრის თემას არ ეხება ეს. თაფლი არ ფუჭდება იქიდან გამომდინარე, რომ დასხივებულია ფუტკრის ვიბრაციული ენერგიით. თაფლი ძლებს 10,000, 20,000 წელი არ ფუჭდება. მაკურნებელია თაფლი, წმენდების დროს გამოიყენება თაფლი და ამ ყველაფრის დროს. და ნახეთ ახლა უცნაური და სასწაული რა არის. ესე იგი, ეს რეცეპტი ისე მომაფიქრდა, რომ არაფერი არ ვიცოდი არც მოცხარზე, არც თაფლის შერევაზე, არც ამ ყველაფერზე და შემდეგ დავგუგლე, მერე და სადღაც ვიპოვე ძველ ჩანაწერებში, თურმე ადრე ხალხური რეცეპტი ყოფილა, ხალხური რეცეპტი სამკურნალო, მოცხარი და თაფლი. გესმით? სასწაულია, სასწაულმოქმედია. 21 საუკუნის შხამების საწინააღმდეგო წამალია შენს სისხლში. ცოტა შეგიძლია შეაზაო წყალში თუ სქელი მასა გამოვიდა სითხის, რადგან დიდი კონცენტრაციის არის, საღებავივით არის. ნაწლავებს თელ სისტემას ხო წმინდავს, რკინას აღადგენს, ყველაფერს სასწაულებს აკეთებს. მაგრამ განავალი იცის იასამნის ფერი და არ შეგეშინდეს. მიკროფლორას აუმჯობესებს ნაწლავებში, განწყობებს გიკეთილშობილებს, ყველაფერს აკეთილშობილებს შენში. ეს ნაშრომი არ არის გააცნობიერე ტიპიურ მაგალითად ბალი კარგია მიიღეთ C ვიტამინი გექნება, ეს გვერდი არ არის კულინარიული ან რაღაც ვიტამინების ამბავი. მოცხარს აქვს დიდი დანიშნულება, გიხსნი შენი სულიერი ზრდისთვის, რკინის დეფიციტი რომ არ გქონდეს, ენერგია რომ გქონდეს. კოკაკოლების და შხამების ნაცვლად იყიდე დიდი რაოდენობით მოცხარი, წამოადუღე, მოხუფე და მთელი ზამთარი სვი. თაფლში შემდეგ შეურიე. ზაფხულში მაღაზე სასწაული დასალევი ყინულებთან ერთად არ არსებობს. აი, რომ დალევ, შემდეგ მიხვდები. აი, ისეთი სასწაული გემო აქვს და ისეთი სასწაული შედეგი აქვს შენს ჯანმრთელობაზე, ვერ აგიხსნერ. ოღონდ არ აგერიოთ, შავ მოცხარზეა საუბარი. წითელი მოცხარი არის C ვიტამინით სავსე და ესეთი ძალა არ აქვს. სხვა დანიშნულება აქვს წითელ მოცხარს. შავი მოცხარია ძალით მოსილი თქვენთვის. იმდენი რამე შემიძლია ახლა მოგიყვეთ. ესე იგი, კუჭნაწლავის მიკროფლორას რომ აუნჯობესებს, შენი განწყობების ძირითადი ნაწილი არის ნაწლავებში. მეორე ტვინი რომელიც გაქვს, 3 მილიარდი ნეირონი გაქვს ნაწლავებში. განწყობებით, ხასიათი, ყველაფერი გიუმჯობესდება. ეხლა ხმად ვერ შევდივარ, იმიტომ რომ ამაზე ცალკე ნაშრომები მაქვს ჩაწერილი კვებაზე. მიდევს ნაშრომი მოусმინეთ ხორცთან მიმართებაში და ნაწლავებში რა მიკროელემენტები და ნეირონებია მაგაზე ახსნილი მოქვს და არ აგიხსნით დეტალებში. მოდი ახლა საბაზისო ინფორმაციებს გაგიზიარებთ, რას აკეთებს შავი მოცხარი. კანს აუმჯობესებს, რადგან სავსე არის B1, B5, B6 რკინით, მაგნიუმით. მოკლედ სავსე არის ამ ყველაფრით და კანის ხარისხს გიუმჯობესებს. თმას გიუმჯობესებს, განსაკუთრებით თმის ძირებს. საკმაოდ ძლიერ დეტოქსიკაციას უკეთებს შენს ორგანიზმს. ანუ თუ რამე შლაკები გაქვს, თუ რამე ნაგავი გაქვს ორგანიზმში, წმენდს. ეგზემის პრობლემები თუ გაქვს კანზე, ძალიან ეფექტურია. ტვინში პრობლემები თუ გაქვს, ტვინში ყველას აქვს მე მგონი პრობლემა, მაგრამ ტვინის ნეირონებს ააქტიურებს, აძლიერებს, კურნავს და ის ლურჯი ფერი რაც აქვს, წვენს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ბუნებრივი ანტიოქსიდანტი. ამიტომაც არის რომ ფეკალია იცის მუქი ლურჯი ფერის. მთლიანად ნაწლავებში თუ რამე არის, ყველაფერს ჩაივლის და წმენს. მიკრობებსაც ანადგურებს ეს. რა ფერიც აქვს, ეს ფერი არის ანტიოქსიდანტი. მაგრამ თემა იმაში კი არ არის რომ უბრალოდ რკინას შეიცავს. კონფიგურაციას შეიცავს. შესაბამისი ვიტამინების, ანტიოქსიდანტების, რკინის და ამ ყველაფრის როგორ აგიხსნათ, როგორც ახლა მოცარტის სიმფონია თუნდაც. კონკრეტული ნოტებისგან ხომ შედგება, რომელიც ქმნის სიმფონიას. იგივე შემადგენლობა აქვს მოცხარს. თაფლთან ერთად კონკრეტულ სუბსტანციას აღწევს, რომელიც არის სრულად მაკურნებადი. თუ პირდაპირი საწური გაქვს რაიმე საშუალება, არ წამოადუღო და პირდაპირ დაწურე და წყალი დაამატე და შეურიე თაფლში და ისე დალიე. ასევე შეგიძლია გარეცხო და საყინულეში შეინახო და რეგულარულად აკეთო. ამიტომ ზაფხულში სეზონზე სვით მოცხარის წვენი თაფლთან ერთად, დახუფეთ მოცხარის წვენები, ზამთარში სვით, რკინა გექნებათ და ყოველთვის იქნებით ძალაში, ყოველთვის იქნებით ჯანმრთელში. ღმერთმა მოგცეთ ყველას ჯანმრთელობა, ჯანიფარი, ჯანმრთელად იცხოვრეთ ხალხო. გააცნობიერეთ 21 საუკუნეში და წინ რა ვირუსებიც გველოდება. ერთადერთი შეუფასებელი
ფასეულობა ექნება იმუნიტეტს. ვერ ხვდებით? ფულით ვეღარ ყიდულობთ ჯანმრთელობას. ფულით ვეღარ ყიდულობთ, აცრები აღარ მუშაობს. ერთადერთი რაც მუშაობს არის თქვენი იმუნიტეტი. იმუნიტეტი გახდება მსოფლიოში შეუფასებელი რესურსი. გააცნობიერეთ. აღარ მუშაობს აცრები. ეს აცრები იმუნიტეტს გინადგურებთ. ეს საკვები იმუნიტეტს გინადგურებთ, რომ ნარკომანები ვით კორპორაციის წამლებზე იჯდეთ. ეს კოკა-კოლა, სასმელები, ყველაფერი ეს ჩხამი ჯერ რა საძაგელი გემო აქვს. რა საძაგელი გემო აქვს. როგორ ვერ ხვდებით ამას? ნახეთ, მეც ადრე სვამდი და ვერ ხვდებოდი გემოს. ამას წინათ ექსპერიმენტის დონეზე გადავწყვიტე შაქრიანი ჩაი დამელია. ჩაის არ ვსვამ, თაფლსა და ლიმონს ვსვამ ყოველთვის. და გადავწყვიტე გამესინჯა, რადგან 3 წელია შაქარი არ გამისინჯავს. ღმერთო, რა საძაგელი გემო ქონია შაქარს. ცუდი გემო კი არა, საძაგელი გემო აქვს შაქარს. როგორ ვსვამ შაქარს? იყიდეთ თაფლი 600 ლარად იყიდით 20 ლიტრა თაფლს, ნატურალურს მთებიდან 20 ლიტრას მთელი წელი გეყოფა შაქრის ნაცვლად შეურიე თაფლი და დალიე თაფლიანი ლიმონი. არ გაცივდები არასოდეს, გარანტიას გაძლევ. 600 ლარი კი არა, შოკოლადებში ხარჯავთ 2 თვეში 600 ლარს და ტკბილეულში. რა საძაგელი გემო აქვს ხალხო, როგორ სვამთ ამ ყველაფერს? იმუნიტეტს გინადგურებთ, ეს ყველაფერი რკინას გიწვავთ, ამ ყველაფერს და დამოკიდებული ხდებით აცრებს და ბოლოს იცით როგორ იქნება? აცრაში გადაიხდი ბოლო კაპიქს. ბოლო კაპიქს, რადგან სხვა გზა აღარ გექნება. ყოველ თვე დაგჭირდეს შეიძლება აცრა, ისეთი დრო მოდის. იმუნიტეტი არის ერთადერთი რესურსი, რომელსაც ვერ შეიცენ ამ სამყაროში და ეს დრო მოდის. ამიტომ სვით მოცხარი, ნაგავი წვენების და ამ ყველა ნაგვის მაგივრად და 1000 ჯერ გემრიელია. გარანტიას გაძლევთ და 10000 ჯერ სამკურნალო და იმუნიტეტს ინარჩუნებ მომავალში, რომელიც არის შეუფასებელი. არ გაცივდები, აცრებიც არ დაგჭირდება. დაგლოცოთ უფალმა ჯანიფარი მოგცეთ. დალოცულები ჯანმრთელში იყავით, ჯანმრთელობა მოგცეს უფალმა ყველას. ამინ, ამინ, ამინ.